არჩევანი ნაზიმეშველიანთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში კარგად ვიცით, რომ დიდი როლი აქვს პრესას, მედიას და ასე შემდეგ. დღეს ბეჭდვითი მედია ჩაანაცვლა ელექტრომედია, მაგრამ ბეჭდვითი მედია კვლავ არის აქტუალური, ამიტომ დღეს ჩვენ სტუმრად ვყავს ჟურნალისტები, გაზეთის რედაქტორები, ეს გახლავთ ზურა ქობალია და ვასილ მამულაშვილი. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო და დღეს ჩვენ ვისაუბროთ ბეჭდვით მედიაზე და ალტერნატივაზე, რაც არის მაგალითად ელექტრონული მედია. ხელი შეუშალა თუ არა დღეს მოღვაწეობას, რა როლი აქვს დღეს ბეჭდვით მედიას და ვინ არის თქვენი მკითხველი. ბატონო ვასილ, აბა გისმენთ თქვენ შესახებ მოგვიყევით ჯერ და შემდეგ თქვენი გაზეთის შესახებ, როგორ მიმდინარეობდა თქვენი გაზეთის განვითარება, თქვენი რაიონის განვითარება, თქვენი რაიონის შესახებ მოგვიყევით. მე დამავიწყდა მეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის, რომ თქვენ ქარელის რაიონიდან ახართ. არა, წარმოშობით გორიდან, მაგრამ ქარელის გაზეთის რედაქტორი კი ვარ. რამდენი ხანია რაც ეს გაზეთი არსებობს? რაც მე ვარსებობ ამ ქვეყანაზე, როგორც რედაქტორი. 50 წელი. თელიანი საუკუნე, ნახევარი საუკუნე. კი, უბრალოდ როცა მე დავიბადე, გაზეთი მაშინ დაარსებულა, ქარელის გაზეთი. და ეხლა შემსულდა 50 წელი. ქალბატონოზე 50 წელი ვარ ერთი გაზეთის, ერთი და იგივე გაზეთის რედაქტორი. ქარელის გაზეთი, მაგრამ გავლილი მაქვს სხვა გაზეთები და თუ ეს საჭირო იქნება გეტყვით. ეხლა 50 წლის წინ რომ გაზეთი იყო და დღევანდელ დღეს ხომ არის ისე ვიბეჭდება. აი რა გზა გაიარა, აი მოკლედ რო გითხრათ, რა შეიცვალა, რა თქმა უნდა, ხა ჩვენგან შევიცვალეთ წყობა, შევიცვალეთ აბსოლუტურად, ყველაფერი შეიცვალა, მედიცინაზე შეიცვალა და აი ამის შესახებ ცირედი რამე რაკურსით რომ განიხილოთ ეს. გაზეთი უნდა გითხრათ გულახდილად, როდესაც მე დავინიშნე რედაქტორად, არ გავდა ის გაზეთს ნამდვილად, აი რაიონული იყო მაშინ სხვადასხვა. 50 კი, რაიონული გაზეთი იყო, მე ახლა გახდა მუნიციპალური, ისე მე რო გულახდილად გითხრათ ქალბატონოზე, ის რაიონული სიტყვა მირჩევნია მუნიციპალურს, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ის არის მაინც საერთოდ რაიონის აღნიშვნას. გაზეთში მუშაობდით, უნდა გითხრათ, მაშინ დიდი კოლექტივი იყო 15 თანამშრომელი რაიონულ გაზეთში. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, რაიონული გაზეთი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაიონულია და პატარა გაზეთია მოცულობითაც დაუშვათ გვერდების რაოდენობითაც, პირველი გაზეთია ადამიანების აღზრდა, პირველი. აი დისტრიბუცია დღეს ძალიან გაჭირდა გაზეთების. და აი თქვენთან როგორ ხდებოდა მაშინ და ეხლა როგორ არის? კი, უნდა გითხრათ, რომ კითხველი ყავდა. ეხლა გაზეთი აღარ გამოდის იმდენი თვეში 2 ნომერი, მაგრამ მაშინ გადიოდა 2-3 დღეში ერთხელ. და რაც შეეხება რედაქციას, პროფესიონალები ძალიან ცოტა იყო. არც იყო, უნდა გითხრათ, გულახდილად, თორემ მე დავამთავრე ჟურნალისტიკის სპეციალობა და ისე დავინიშნე მე რედაქტორად, მაგრამ მანამდე მე მუშაობდი უშუალოდ სამინისტროს გაზეთში. მუშაობდი შინაგან საქმე და სრულიად არასაიდუმლოდ. და იქ მე ხელმძღვანელობდი, ქალბატონოზე, ეს ალბათ საინტერესო იქნება თვით რაიონული გაზეთისათვისაც. მე ხელმძღვანელობდი საგამომძიებლო ჟურნალისტიკას. ეს ძალიან, როგორ გითხრათ, რთული და საინტერესო მოვლენა გაზეთში. ამიტომ იქ უშუალოდ გაზეთში მე გამოვაქვეყნე მაშინ 1 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა ჩემი წერილები, რომელიც ეხებოდა საუკუნის დამნაშავეს. ასე რომ ეს მე წიგნათაც აქცია გამოვიდა წიგნად. ეხლა მე ამის თქმა კი არ მინდა რომ აი ის დიდი გაზეთი, პატარა გაზეთი უფრო დიდია რაიონული ვიდრე ჩვეულებრივი დიდი გაზეთები არის. იმიტომ რომ იქ არის უფრო მკითხველიც მეტია. ახლოს არიან შენთან, ჩემო კარგო და ის მკითხველი, მე რისკმა მინდა იცით, იტყვიან ხოლმე, მე როდესაც გადის წლები, იქნები შენ კიდევ ამ ჟურნალისტი არასოდეს არ მიდის ამ ქვეყნიდან. წერილები რჩება, გენოცვალე და იმ წერილს რო წაიკითხავს ვინმე, როცა აღარ იქნება ავტორი,
შენი ხმა ისმის ისევ იქიდან, წერილიდან ისმის შენი საუბარი, შენ მკითხველთან. ისევ გიცნობენ, ისევ გიყურებენ, ისევ გისმენ. მემატიანე არის გაზეთი თავისთავად და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბეჭდურ მედიას ჩემო კარგო ვერ შეცვლის ელექტრონული მედია. ეს უნდა უთხრა მე ყველას გასაგებად. ბეჭდურ მედიას ელექტრონული მედია ვერ, იმიტომ რომ ეს დოკუმენტური მედიაა, ეს რჩება და იკითხება. სხვათა შორის ხალხო თქვენ იცით რომ შემოვიდა ასეთი წესი, ახლა გადმოგცეს ჩვენ საზღვარგარეთიდან, რომ ისე უნდა წერო, რომ იკითხებოდეს და ჩანდეს კიდევაც. ეს სამებაა შემოსული. გაზეთის მუშაკმა უნდა წერო ისე, რომ მისი წაკითხვა, იგივე რაც დაწერე, რადიოში იყოს საინტერესო და ტელევიზიაში, ესე იგი, აქ პროფესიონალიზმის მაღალი დონეა. აი ისე დაწერე, რომ იკითხებოდეს და გისმენდნენ კიდევ. ბატონო ზურა, თქვენი გაზეთის შესახებ, აი გამოდის ხო თქვენი გაზეთი, რამდენადაც ვიცით? ვინ არის თქვენი გაზეთის მკითხველი და რა არის აქტუალური თემები თქვენს გაზეთში? ჩვენი გაზეთი არის დარგობრივი გაზეთი, სახალხო განათლება, რომელიც ემსახურება მასწავლებლებს, სკოლის უფროს კლასელებს, მშობლებსაც თავისთავად ცხადია, ანუ სპექტრი არის ფართე მკითხველისა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ბატონმა ვასილმა ბრძანა, დღეს მკითხველი არც ისე განებივრებულია და ურჩევნიათ ინტერნეტ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია ვიდრე გაზეთში. თუ ჩვენი გაზეთი გამოდიოდა კვირაში ორჯერ, ეხლა თვეში ერთხელ ძლივს ვახერხებთ. იმიტომ რომ ჩაანაცვლა, ახლა მე მაგალითად ჩემი აზრი თუ გინდათ მოგახსენოთ, ადამიანმა კაცობრიობამ ნაჯახი კი არ გადააგდო, როცა ხერხი გამოიგონეს კაცო, ის ნაჯახს თავის საქმე აქვს და ხერხს თავის საქმე. ასეა ეგეც გაზეთს თავისი ფუნქცია აქვს და იმ ინტერნეტ ინფორმაციებს თავისი ფუნქცია აქვს. ასე რომ მე ვთვლი, რომ გაზეთი მაინც უნდა იყოს. არა იმიტომ რომ მე ვაკეთებ გაზეთს და ჩემია პირიქით, რომ უნდა იყოს გაზეთი, იმიტომ ვაკეთებ. რისთვის რატომ აკეთებ მაშინ ამ ხო, მკითხველისთვის, რა თქმა უნდა, მკითხველის ვაკეთებ და ისტორიისთვისაც. ხო, ბეჭდვითი მედია, როგორც ბატონო ვასილმა ბრძანა, რომ ბეჭდვითი მედია მაინც ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის მემატიანე და არქივია, ხო? ახლა მასე ის Facebook-ის და მედია, სოციალური მედიისიც არის მემატიანე, კაცო. მაგასაც მოიძიებ თავის დროზე, აქ მაგას თავის ფუნქციები გაუმჯობესებულია, მაგრამ ახლა ეს ხელშესახებია და იქ არ არის ხელშესახები, ეს არის. მე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ერთი 1000-1500 ტირაჟით გამოვდივართ. იმ 1000 კაცს და 1500 კაცს ხო უნდა ეს გაზეთი და ამიტომ ვცდილობთ, რომ არ ვაშიმშილოთ, შიმშილობს ხალხი პრესის არქონით და ამას ვუვსებთ რაღაცნაირად, როგორც ვახერხებთ და სამწუხაროა, რომ ამას მხარდაჭერა არ აქვს ხელისუფალთაგან თუ ძლიერ ქვეყნისთაგან, რომლებსაც ხელეწიფებათ მისი დახმარება, დახმარება, ფინანსური დახმარება საჭირო. 1000 ტირაჟი თავის თავს ვერ ანაზღაურებს, ანუ თითქმის ენთუზიაზმზე მუშაობთ. ეს არის დიდი პრობლემა. და ყველა გაზეთი სახალხო განათლება ქვია, ერქვა და სანამ ექნებით გამოგცემდა. ჩვენი გაზეთი 100 წლის გახდება 2 წელიწადში. თუმცა იყო მანამდე ჩვენ მაინც იაკობ გოგებაშვილის განათლებიდან მოვდივართ და მაგას თუ ჩავთვლით, მაშინ გამოდის სადღაც 120 წლის გამოვდივართ, თუ მაგას ჩაგვითვლიან. მაგრამ ვინ უნდა ჩაგვითვალოთ, ჩვენ უნდა ჩაგვითვალოთ. განათლებას შევეხეთ ახლა და თავისთავად თქვენ რას ფიქრობთ თანამედროვე განათლებაზე, აი ამ სისტემაზე ვთქვათ, აი როგორი არის მაგალითად სწავლება დღეს, როგორ მოგწონთ, რამდენად ეროვნული არის, რამდენად ქართულია? ალბათ ცოტა ისეთ თემას შემახებთ, რომელიც არ მინდა მაინც და მაინც მაშინ ასე დაგისვამთ კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყოველთვის განათლება რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მიეწოდოს ქართული.
რა თქმა უნდა, ქართული განათლება უნდა მიეწოდოს, აბა ახლა ამერიკული განათლებას ამერიკელები ეწევიან თავიანთ ბავშვებს და ეროვნული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია და რა თქმა უნდა, ქართულ ბავშვს უნდა მიეწოდოს ქართული სწავლა-განათლება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ აი ბოლივიის იმას მიუერთით ხელშეკრულებას და იმის მერე რაღაც მე მაგალითად არ მომწონს ეს სისტემა, მაგრამ ახლა ჩემი გადასაწყვეტი არ არის და ამიტომ ვერ წვიტავ. მე რომ მკითხო, ჩვენი დიდი გოგებაშვილის გზით უნდა ვიაროთ, ილიასის და აკაკის გზით უნდა ვიაროთ და ვასწავლოთ ეს ჩვენი, რა თქმა უნდა, პარალელურად ვასწავლოთ და გავზარდოთ სოფლიო მოქალაქეების, მაგრამ ქართველი თუ არ იქნება, სოფლიო როგორ იქნება, ვერ იქნება. ამიტომ უნდა იყოს ქართველი ბავშვი, ქართულად სწავლობდეს და ქართული ტრადიციებზე იზრდებოდეს. განათლება სწორედ ტრადიციის გაგრძელებაა და ასე მგონია, რომ ამას ცოტა მოიკოჭებთ. გოგებაშვილი ახსენეთ. ეს აუცილებელია, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, გავიმეოროთ, რომ გორი არის ცენტრი დედაენისა, ქართული დედაენის. გოგებაშვილი ვარიანიდან იყო, გორის რაიონიდან. ის სწავლობდა სოფრონ გალოვლიშვილთან ერთად სემინარიაში იყო ჯოღაშვილიც მათთან ერთად და იაკობ გოგებაშვილმა შექმნა ხმოვანების, მე უნდა გითხრათ ერთი რამ. მან გააკეთა მთხრობითი წინადადება ორი ბგერისაგან, ორი ხმოვანის აია. ეს იშვიათი მოვლენაა სოფლიოს ლიტერატურაში. ასე მგონია. ამიტომ გორელი ბავშვი პირველ რიგში მადლობელი უნდა იყოს იმისა, რომ გორელია, რომ აი ასეთი დიდი მეცნიერი, დიდი მე უნდა ვთქვა მაინც, გოგებაშვილი განუმეორებელი იყო. გებიცებით, იმიტომ რომ ის ხმოვანები არა მარტო გორელი, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ იაკობ გოგებაშვილი ქართველია კაცო. ქართველი, არა, გოგებაშვილი მაინც ახლა მინდა ხოლმე უთხრა გორელს. მაგრამ გოგებაშვილი არ ყოფილიყო, სხვანაირად წავიდოდა ქართული ენის გზა. გალბადუნდაზე მე ხომ იცით ახლა იმიტომ კი არ ვამბობ რომ მე ამავე დროს ელექტრომედიაში ვარ. ეხლა მითხრეს ზუსტად რომ გოგებაშვილზე და დედაენაზე უნდა გააკეთო გადაცემა. და ძალიან საინტერესოა, მე ხაზს გავუსვრო თქვენთან დავიწყეთ ამ გადაცემის გაკეთება. აი აქედან გამოვკიდევ ერთი, იმიტომ რომ ეს მართლა განუმა ეხლა ხუთი ხმოვანი. ეხლა მე როგორ ვაპირებ ისი გავაკეთო. ა, ი, ე, ო, უ. ხო არის ეს ხმოვანი. აი აზე გოგო და ბიჭის დიალოგი მინდა გავაკეთო. მერე ეზე კიდე გოგოსა და ბიჭის სახელები ეთი რო იწყებოდეს, მაგალითად ანა, ამირანი, ბათ ისინი კამათობენ ერთმანეთთან. რისკმა მინდა იცით, ფინალში მივიდე იქამდე რომ დედაენაში ქორეოგრაფიაც არის, გალბადონაზე შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ის გოგო და ბიჭი მერე ცეკვავენ ცეკვას ქართულს. ესე იგი ეკრანზე გადაცემის რეკლამა გამომივიდა და ეკრანზე. არა, შევაკარგო. მაგაზია ენაცოლე. რომ არ ყოფილიყო ბეჭდური მედია ელექტრონული არაფერი არ იქნებოდა. დამიჯეროს ყველა მიწო. ვერ იქნებოდა ორივეში რო ვარ მაგას ვამბობ გაბედულად. კი ბატონო, საფუძველი ბეჭდურია მთავარი. მედია არის ბეჭდური მთავარი. რა თქმა უნდა. კი ბატონო. დამიჯერეთ. რახან სახალხო განათლებაზე ვსაუბრობ და თავისთავად ეს აუცილებელი იყო, ადამიანო თქვი და ხა გოგებაშვილზე ვისაუბრეთ და ის რომ ეროვნული უნდა იყოს თვითონ. კი, განაცვალე, მაგრამ მე პროგრამა, აი ამაზე ვეფენსტრაუსანის სწავლა რო აღარ უნდა დაუშვათ, არა? აი მე არ მინდა შეურაცხყოფა მოვაყენო განათლების სისტემას. ზოგჯერ უკვე მასწავლებლებად მუშაობენ ისეთი პიროვნებები, მე ვიცი სწორედ იმ რაიონს, რომელსაც თვითონ არა აქვს უმაღლესი განათლება. არ შეიძლება არ ქონდეს. ესეთი არ ვიცი, იმიტომ რომ არია განაცვალე რამდენიმე მასწავლებელია. ნუ უკვე 30 წელია მასწავლობს ხალხი და შეიძლება იყოს. მე რატო ვამბობ ასე იცით მაგაზე? მე ვკითხულობდი ლექციებს ჟურნალისტებთან. თბილისში, სამ უმაღლეს სასწავლებელში, გორში, ცხინვალში და მესხეთში. მე მინდა უთხრა აი ჩემს ყოფილ სტუდენტებს. იცით როგორი დამოკიდებულება იყო, რომ პროფესიონალიზმი განაცვალე მაღალი დონეა საჭირო. ყველაზე განათლებული უნდა იყოს ჟურნალისტი. კავდონაზე დამიჯერე. ჟურნალისტი უნდა იყოს ყველაზე განათლებული. ის კი არა რომ უნივერსალური დაუშვათ და დავარქვა. განათლება და რაც შეეხება წეგან გითხარით, მე საგამომძიებელ ჟურნალისტიკაში არ შეიძლება ჩვეულებრივი ჟურნალისტი.
დამიჯერა და ჟურნალისტობას ვერ ისწავლის. როგორ არ შეიძლება? ვერც ერთი სტუდენტი ჟურნალისტობას ვერ ისწავლის, უნდა დაიბადოს ჟურნალისტად. ხო ასეთი ემოციურად გეუბნები, მაგრამ თუ არ დაიბადა ჟურნალისტად, ვერ ისწავლის ჟურნალისტიკას. სხვადასხვა როგორ ემოციურად რო გელაპარაკებით. სხვადასხვა თუ მომცემთ ნებოდეს აგერთვებით, რომ ყველა პროფესიას ჭირდება ის ადამიანი, რომელიც იმ პროფესიისთვის არის დაბადებული. როგორც ჟურნალისტი, ისე მსახიობი, ისე რა ვიცი, მასწავლებელი და ყველას ოღონდ განათლების სისტემის აუცილებლობა და ეს სწორედ დანიშნულება ის არის, რომ იმ ადამიანს მიაგნებიოს თავის საქმე. ეს არის განათლების სისტემის საქმე, რომელსაც ჯერჯერობით ვერც ერთი განათლების სისტემა ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, ვერც იმ დროს ჩვენ როცა გავიზარდეთ და რა ვიცი, ახლა მეტნაკლებად მე მგონი კაი განათლების სისტემა იყო, მაგრამ ისიც ვერ ახერხებდა მაგას. ამიტომ რაღაცა გადასახვეწი იყო მანდაც, რაღაც დასახვეწი არის ეხლაც და მაინც ფაქტი ის არის, რომ ადამიანს განათლება უჭირდება იმის დროს მიაგნოს თავის ადგილს. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ელექტრონული ჟურნალისტი, აი წამყვანი დავუშვათ, ვინც გადაცემას აკეთებს. აუცილებელია, რომ ფლობდეს გარკვეულად მსახიობის მანერებსაც. კი ბატონო, კი. მეტყველება, რა თქმა უნდა. მანერა, დამოკიდებულება და გარეგნობა. ყველა ეს სამი აუცილებელი ხდება, იმიტომ რომ მაყურებელი ზის გენაცვალა და თუ კარგად არ ესაუბრები, ვერ მოგისმე. არა, ვერ მოგისმენს. ამდენად შენი საუბარი, შენი გარეგნობა, ეს ყველაფერი აუცილებელია ელექტრონული მედიისათვის. გაზეთში ჩემო კარგო ინტერვიუს რო იღებს გაზეთის მუშაკი, ინტერვიუს აღება როგორ არის იცი? არიციან რას ნიშნავს ინტერვიუ. გონიათ რომ კითხვა და პასუხი მე იმისგან იქ არა, ეს არის დიალოგი ორ ადამიანს, ორ სხვადასხვა პროფესიონალს შორის, მაგრამ ჟურნალისტიც პროფესიონალია და ის ვისაც ელაპარაკება, ისიც პროფესიონალია. ისე რომ ჟურნალისტმა უნდა იცოდეს იმ დონეზე ის საქმე, ვისაც ელაპარაკება. ყველაზე დიდი ჟანრი ეხლა ინფორმაციის შემდეგ არის ინტერვიუ. ეს უნდა იცოდეს ყველამ, მაგრამ ისეთი ადამიანები იღებენ ინტერვიუს, ვთქვათ, მსახიობისგან თეატრში რო არ ყოფილა თვითონ. არ შეიძლება გენოცვალე, განათლებულია, განათლება საჭირო, რომ იცნობდეს თეატრს. იცნობდეს იმ სფეროს, რასაც ესაუბრება და ვისთანაც საუბრობს. და წერს გენაცვალე იმას, რა ქვია, რეცენზიას, ჟურნალისტი რეცენზიას და თეატრი არის ის, არ წაუკითხავს შექსპირი, არის ის ოტელო, ჰამლეტი, რომეო და უნდა იცოდე, კი, მაგრამ ახლა მთლად მასე უწავლობთ ამ საუბრს, კი, ეგ თავისთავად ცხადია, თავისთავად ცხადია. ლექსებსაც უნდა წერდეს, შემოკარგოთ და მე არა, ეხლა მე რაც გეუბნებით, არა, იცით რა. ჟურნალისტიკა და პოეზია მოკლედ. პოეზია, აი თქვენ ხო კლდიაშვილი იყო ერთი კასპის რედაქტორი, გურამ კლდიაშვილი. იმისი ლექსი ჩემო მიწავ, სადაც არის ორი სტრიქონი, იცით რომელი სტრიქონები? ცოტა ნიჭიც რომ მოღწა, ერთმანეთის გატანის, დასკდებოდა გულები ორ გულის და სატანისო. ლექსი არის ჩემო მიწაზე და შუაში აქ ჩაგდებულია ორი სტრიქონი რომ ეს სასურველია ლექსას რო წერდეს ჟურნალისტის გატანაც არის გენოცვალეთ საჭირო უნდა გავიტანოთ ეს ყველაფერი აი არადელიშვენელზე ახლა მე ალბათ ის ჩემი ის იყო ჩანაწერი რომ გეორგი არადელიშვენელი დიდი მსახიობი იყო და გორელებს ვერ გავაგებინე ჩემ ხალხს რომ პიესა აგრეთვე იმას წაიკითხავთ ახლა ეს პიესა უნდა მე რო მოგიტანეთ თქვენ იმ პიესაზე ლაპარაკი. უნდა დაიდგას თეატრშიო. აი როგორ წერს რეზოზე უკეთესად ახლა მიხედავს ამ ლიტერატურას და დრამატურგიას მაპატით ცოტა ეს ემოციურად ლაპარაკებით. იმიტომ რომ მე მიხდება ხოლმე გადაცემის დროსაც აი ესეთი ემოციური საუბარი და მეუბნებიან ხოლმე რომ ეს მსახიობის უნდა იყოს წამყვანი. კი ბატონო, თქვენ სიტყვას ვამბობ გენოცვალე. თქვენ მოკლედ მაყურებლები მოიზიდეთ უკვე. არა, აუცილებელი რა თქმა უნდა არ არის. ჟურნალისტი არავალდებულებს ლექსი წერას, მაგრამ სასურველია ლექსთან მიახლო კითხველი მაინც უნდა იყოს. აი მე ბოლოს რო წაგიკითხავთ მე ხელთათმაც თუ წერს
საქმეებია საჭირო. თუ წერს კიდე რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. ბატონო ზურაბ, აი დღევანდელ ჟურნალისტიკაზე მინდა ცოტა ორი სიტყვა გითხრათ, მაინც როგორ შეაფასებ პროკურორი სადავარ. არ ვიცი, აი ცოტა რთული საკითხი. ძალიან პოლიტიზირებულია სამწუხაროდ ჟურნალისტიკა, აი ეს არის მისი მომაკვდინებელი სცენი. იმიტომ რომ მაგრამ სხვა გზას დაბალანსებული მასალები არა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა არ არის დაბალანსებული, რა თქმა უნდა, ერთი ტელევიზია ერთი პარტიის იმას გადმოსცემს მოსაზრებებს და მეორესაც და მკითხი მაყურებელი დაბნეულია, რა ქნას არის ის სამთავრობო ტელევიზია, ერთს ეუბნება, რა კარგად ცხოვრობთ, ოპოზიციური ტელევიზია ეუბნება, რა ცუდად ცხოვრობთ და როგორ ცხოვრობთ, ვერ გავიგე ხანისხან მაცივარს გამოვაყენებ და შევეხება თუ მაგ საჭმელი კარგად ხო თუ არ მაქვს ესე იგი ისაა მართალი და დაახლოებით ეგეთი სიტუაციებია და არ ვიცი როდის გამოსწორდება რა ეშველება ამ საქმეს ვერ გეტყვი ჩემი ვერ წდება ამას ერთი და მინდა ქალბატონო უმაღლეს სასწავლებელში თბილისში იყო სადაც მე დავამთავრე რეზოსთან ერთად ვსწავლობდი მეთქი რო გითხარი და აი ეხლა დღეს 5-6 უმაღლეს სასწავლებელში მათ შორის კი ერთად ხო და გორში ვკითხულობდი მე და ცხინვალის უნივერსიტეტი და მესხეთის უნივერსიტეტი არც ერთგან აღარ არის ჟურნალისტიკის სპეციალობა რატომ არ არის ვეკითხები და რატომ ეხლა სულ არ იქნება რექტორო როცა გორში ჭირდება ჟურნალისტები იმას ადამიანებს კითხვა ჟურნალისტები გენოცვალე მოსმენითაც არის საჭირო მაგრამ კითხვა უნდა იცოდეს კითხვა ადამიანებმა წინს აღარ კითხულობენ აღარ კითხულობენ იმას რომ კითხვა აღარ მე აი მე ხო გითხარით თარგმანი ნათქვამია რომ პოეტი როცა თარგმნის რამე პოეზიის ლექსს ეს არის კამათ იმათ ესე იგი ის წინააღმდეგობა სხვა თვითონ წერს იმ ლექსს აი ასეა გინდა მე არ ვამბობ ეს დიდებულად თარგმნე მეთქი ხელთათმანი მაგრამ მე მინდა ხო თარგმანი მინდა ხო თარგმანზე გეუბნებით იმიტომ რომ ეს ძამნიშნული ჟურნალისტიკიდან ჩვენ გადავედით ახლა შემოქმედებაზე ესე რა თქმა უნდა არა ესეც ჟურნალისტობა შემოქმედებაა ეს სხვა შემოქმედებაზე არა გასაგებია მაგრამ უნდა იყოს უნდა შეეძლოს თარგმნად ჟურნალი აბა წაგოგითხეთ ეგ მაშინ წაგიგითხოთ წაგიგითხოთ ხო რა მოიღებთ მე ამას გადაცემით კი ბატონო გისმენთ ხელთათმანი ახლა მე რა მინდა გითხრათ შილერი დიდებული პოეტიც იყო ამავე დროს დრამატურგი იყო ჩემო მეგობრებო ყაჩაღები და ეს ისა დადგმულია რამ და იცი ხელთათმანი არის ბალადა თურმე ყოფილა ინგლისში ბალადა ეს და ეს ყველაფერი რაც ხარი აღწერილი რომ ხელთათმანი ქალმა გოგონამ გადაუგდო ამომიტანე აქო ის ამომიტანე და მხეცებში გადაუგდო გასწირა აი ხლა მე წავიკითხო ეს რასაც ორი უცებ გავალ ბოლოში ის რა კარგი ესა და ო დრო გვაქვს წავიკითხო კარგი კი განწყობილი ხარ და მეგობრებო მე ვკითხულობ შილერის ხელთათმანს თარგმანს გთხოვთ მოისმინოთ აქ სიყვარულზეა დღეს სიყვარულის დღეა რა ხო და სიყვარულზეა სიყვარული ყოველი დღეა დღეს არ არის სიყვარული ყოველი დღეა სიყვარული რაინდობა სჭირდება სიყვარულს აი რაც ეგ იყო რაინდი როგორ მოიქცა ნახეთ ხალხს როგორ მოიქცა რომელმაც გაწირა ესა ხელთათმანი მოლოდინით მხეცსა ბრძოლის ანცის სამხეცესთან ზის ზვიადი ფრანცი მეფეს ახლოს დიდებული ახლავს და გარშემო კანდარაზე მაღლა მომხიბლავი რკალი იაგუნდის თავს იწონებს ბანოვანთა გუნდი როს ირხევა როს იძლება მეფე ხელით ნიშანს გალის კარს გააღებენ იმ წამს ზლაზნი დინჯად გამოჩდება ლომი იყურება ირგვლივ უხმოდ მდგომი დაამტკნარებს ხალხძლივ ნება არხებს ფაფარს იზმორება წვება მეფე ნიშანს იმეორებს ისევ კარს მეორეს გააღებენ მხისვე და იქიდან როგორც ციდან მეხი ველურ გვინვით გამოხდება ვეფხვი და როდესაც იქ ლომს დაინახავს
წარლეს ღრიალით აევსება ხახა კუცაშინათ აბზრიალეს დღვინავს ენას რისხვით წამოაგდებს წინა მაგრამ ლომის რისხვით შერისხული მორიდებით გარეშე მოგულის და თითქოს გზნობს ანაზდეულ შვებას ყოფშეკრული ლომის გვერდით წვება მეფე ხელით კვლავ იძდება ნიშანს აი მესამეა მთავარი სახლის ორცნის ორცეცხლოვანის არის ორ ავაზას ესე იგი იქ დაბლა ლომი ვეფხვი და ავაზები გამოდიან უკვე და წყურვალის სისხლის ვეფს წვდებიან ანთებული რისხვი ვეფს არ მოსწონს გახელება მათი გაივლებს ორი მჭრელი თათი წამოიწევს ძვინვარებით ლომი და მშვიდდება ყველა სისხლის მდომით და კატების საშინელი რემა წრეს შეკრავს და შემზარავად წვება აი ახლა ხდება მთავარი ამ დროს ხელი შეირხევა შორით მაღლა უკვე ხელთათმანი დაეცემა მიწას გაყუჩებულ ლომსა და ვეფხს შორის და ქალიშვილს დამცინავი მზერით რაინდისკენ მიუმართავს ხელი დელორს ახლა შენს გამოცდას ველი თუ მართლა გაქვს სიყვარული მწველი და თუ შენს ფიცს სიმამაცეს ახლავს იმ ხელთათმანს ამომიტან მაღლა ეს არის განწირვა უკვე რაინდისა და რაინდი ვაშკაცური ძალით გაბედული ნაბიჯებით ჩხარით მშვიდად შედის იქ სიკვდილის წრეში და ხელთათმანს კიცად იღებს ხელში მაშინ ზრწოლა გაოცება თვალთა რაინდთა და კეთილშობილ ქალთა რაინდი კი ლაღი წყნარი მშვიდი ხელთათმანით სტუმრებისკენ მიდის განცვიფრებით უჩოლოქებით საკრებულო ხდება ახტაცებით აქ მას უკვე ქალიშვილი ელის უნაზესი და ცეცხლივით მწველი სიყვარულით ანთებული მზერით რაინდისკენ გაუწვია ხელი რაინდი კი როგორც ფოთოლს ქარი ყისვას ტყორცნის იმ ხელთათმანს ასულს ნაჩუქარი სიყვარული არ მსურს განშორდება ნაბიჯებით ჩხარით სიყვარულის რაინდია საჭირო აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემო კარგი ეს ჟურნალისტიკიდან აგერ შილერზე გადავიდეთ და ძალიან დიდი მადლობა მომიც ძალიან მოვინუსხეთ იმიტომ რომ ბატონი ვასილი არის უნივერსალური ჟურნალისტი ამ წიგნში არის რომ მე მსახიობის როლი ვითამაშე გზაბნეულიშვილში მთავარი როლი აგერ არის სურათებით ყველაფერი და მე დამარქვეს უნივერსალური ამიტომ ჟურნალისტი ამიტომ წაგიკითხე ესე მე რომ მკითხო უნივერსალური ადამიანი ხარ თქვენ ჟურნალისტი კი არა ნუ ახლა იცი რა მსახიობი უნდა იყოს არა მარტო ვასიგოზე არ მსახიობიც უნდა იცოდეს აი რო წამყვანია აი ეს არის ელექტრონული მედიის ჟურნალისტი ვარ და რაღაცა გადაცემას აკეთებს და უყვება ადამიანებს ისმიდა უნდა შეეძლოს მიტან რა თქმა უნდა ბატონო ერთ შეკითხვას მოგცემთ გაიხსენებთ აბა და ბატონო ზურაბ თქვენს აი პირველ სტატიას თუ გაიხსენებდით ეს პირველ სტატია კი გეტყვით პირველი სტატია ესე იგი მე გორის არა გენოცვალი გორის გაზეთში დავიწყე პირველად მუშაობა და პირველი სტატია გავაკეთე რომ სტუმრები ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან გორის რაიონში და ფოთოლს არხევს ქარი რაღაც ასე ქვია რომ მე იმათ ჩამოსვლას აღნიშნავდი გორში როგორც სტუმრებისაც ეს ცოტა პოლიტიკური ხასიათი ქონდა ამას იმიტომ რომ ის მაშინდელი პერიოდია მაგრამ პირველი წერილი იყო სწორედ ასეთი ჩემი ჩამოსული სტუმრები ჩვენთან გორში რედაქციაში რომ მიიტანეთ სტატია ალბათ როგორ ელოდებოდით აბეჭდას ხო ეს რა პირველი წერილი პირველი ყველაფერი კარგია ჩემო კარგო პირველია გასაოცარი პირველი იყო ის სიყვარულიც და ამავე დროს წერილი პირველი უნდა შეინახო მე ერთ რამე მინდა ხაზი გავუსვა რა კი ასეა ჩემი შვილი იყო ჩემი სტუდენტი ჟურნალისტიკის სპეციალობაზე და მამამ მითხრა დავწერო რა შენთან ინტერვიუსო მე მინდოდა გამეკო მაინც აი რა შეუძლია შვილს ინტერვიუ მამისგან მასწავლებელი ვიყავი ამ დროს მისი და დაწერა ინტერვიუ და ბოლოსში რა დაწერა იცით
მამა, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ეს სხვა დროს მე არ მithქვია და ეხლა მინდა გითხრა. კარგია. ბატონო ზურაბ, თქვენ თუ გაიხსენებთ პირველ თქვენ სტატიას? რა ვიცი, არ დავფიქრებული ვარ, ეხლა გამახსენდა უბრალოდ პრაქტიკაზე რომ ვიყავ გაზეთ თბილისში, მაშინ გამაგზავნეს სუნელების ქარხანა იყო რაღაცა და იყო ესეთი, კი, ეხლაც არის რაღაც, მაგრამ ის მაშინ დიდი იყო იმაზე, დიდუბეში იყო, ხოშარაულის ქუჩაზე, ხოშარაულსა და ელიავაშის კვეთაზე იყო. ხო და მაშინ დავწერე და შესავალი გავუკეთე ესე რომ ბებიაჩემ რომ ამზადებდა სუნელებს ინახავდა და აწერდა მეთქი რაღაცებს ბანკებში ქილებზე ხო და გოგიაშვილი იყო რედაქტორი ჩემ მაშინ უკვე იმაში მუშაობდი პარტიულ სიტუაციაში და რატომღაც იქ უფრო პირველი ჟურნალისტური ისტორია ახლა მანამდე დაბეჭდილი ვიყავი მე ბრძოლში ზუგდიდში ლექსებს ბეჭდავდი მაშინ უფრო ხო და გამაშაღე რა ბებიაშენ ესეა სუნელები ჩამოგვიტან ერთი გაგოსინჯო ეგ იყო პირველი სტატია ჟურნალისტური ახლა რახან ბატონმა ვასილმა ლექსი წავიკითხა თქვენს ცოტა შევიცვალეთ ცოტა ხო გადავიდეთ შემოქმედებაში გადავედით მე ეს პოზიცია მიჭირავს ჩემი უნივერსალური ჟურნალისტი ჩემო კანონი ძალიან მოხარული ვარ დიდი მადლობა რომ თქვენ დღეს ესე გვესტუმრეთ ქარელიდან ჩამოხვედით ჩვენთან სტუმრად და აი ჩვენთან მართლაც მაყურებელს შევახსენებ რომ ჟურნალისტი გახლავთ ჩვენთან თან უნივერსალური ეხლა ბატონ ზურას მოусმინოთ რომ არ დავჩაგროძე იმიტომ რომ ბატონი ზურას დაიჩაგრება არა და მეგობრები ვარ ეხლა მოусმინოთ ზურასაც და ისეთი ახლო ურთიერთობა არა ჩვენ კარგი ურთიერთობა ჟურნალისტიკიდან არის წინება რა ის რომელიც შემხვდება ეხლა იმას წავიკითხო აუ წაიკითხე ეხლა ერთი ლექსი ჩემო ბატონო მამულო ასე ქვია და ვაი რომ არ მეძინება გამორჩეული რაიონია თავისთავად ხალხია თუ არ მომეცვით ვერ წავიკითხე არა მე ლექსს არ ვუტყვი ვაი რომ არ მეძინება შენ ვითქვიზავს მამულო ნეტავ რა გვაქვს დასაკარგი ნეტავი რას მალულობ შვილებმა თუ გიღალატეს ვერც ვერაფერს გახტები უნდა ნებას მათსა მიყვე თავზე ზეთ ვერ ახტები შეეცადე შვილნი მათნი გამოზარდო უბეში რომ უფლისგან ამანათი მიიღო და ნუგეში ხვალზე კლავაც რომ დაბრუნო დიდება და ხალისი დედამიწამ რომ იბრუნოს ნიშნად შენი წადილის დაებკროს სიხარულის სრემლის შენს გოჯ მიწებზე მამა პაპით ნაოცნებარ ამ ზღვებსა თუ იმ მთებზე შვილთა შენთან მოენდომოთ მუხლით ჩოქვა შენ წინა აი რატომ არ ამძინავს რატომ აღარ გვეძინა ხალბატონონაზე ხომ რა კი პოეზიაში გადავინაცვლეთ ორსტრიქონიანი ლექსი თუ გაგიგია თქვენ აი ახლა მე ორ სტრიქონს გეტყვი და დასრულებული ლექსი იქნება კი როგორ არის შევხვდით თელ საქართველოს თოვლის თეთრი ქურქი ახურავს არ გამიცივდე ჩემო ძვირფას კარგია კი არ გავცივდეთ ჩვენ სტუდიაში მოკლედ დამთავრებთ დღევანდელ დღის გადაცემას საზოგადოებრივი არჩევანი იყო ნაზი მეშველიანთან ერთად ჩემი სტუმარი იყო დღეს ძვირფასი ბატონი უნივერსალური ჟურნალისტი ვასილ მამულაშვილი ქარელიდან ჩამოვიდა ბევრი რამეზე ვერ ვისაუბრე და ძალიან გული დამწყდა მაგრამ ველოდებით შემდეგი გადაცემისთვის პოეტი და ჟურნალისტი იყო კიდე ჩემთან სტუმრად ზურა ქობალია დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო საზოგადოებრივი არჩევანი გემშვიდობებად და კარგი არჩევანი გავეკეთებინოს დიდი მადლობა ქალბატონო მასზე თქვენ გამორჩეული ხელმძღვანელი და გამორჩეული ჟურნალისტი იყავით თავის დროზე და ეხლას ისე რომ თვითონ წამყვანი თუ ჟურნალისტი არ არის ვერც ჩვენ ვიქნებოდით თქვენს გამო ვართ ჩვენ ასეთი დიდი მადლობა გენაცვალე მაგისთვის